შუადღე მშვიდობის მეგობრებო, მოვიდა თქვენი მზის ხივი, როგორ ახარით. ვაიმე, დილიდან ვფიქრობ, რომ უნდა გადავიღო ვლოგი და ვერ გადავიღე, ანუ ვერ მოვაბითავბოლო. ფანჯრები დავწმინდე, მინები. არ ვიცი, ხალხო, ყოველ კვირა რო წმინდოთ ჩემს სახლში ფანჯრის მინები არის. არ გეგოთ რომ ძალიან იმას ვშვები ვირტყავს რო ჩანს ხოლმე. სუბუქად ვშრები, უბრალოდ რაღაცა იგრი ჩანს ხშირ შემთხვევაში. ხო და დავწმინდე. ისე დღეში იყო ხალხო, გეგონება, რა ვიცი, რაღაცამ გადაუარა, არა და ასეთი დიდი ხნის გასაწმენდი ნამდვილად არ იყო და ვერ ვხვდები რა ასე გამეტებით რა აბინძურებს ამ ყველაფერს უკვე ძალიან ნერვებზე ვზივარ. ვეღარ ვიკე. მოდი. რითი გინდა წაისვა ჩემმა შვილმა გამინადგურა. ანუ საწაიღო, არ ვიცი, ახლა უყურეთ თქვენ ჩემს საცოდაობას, ანუ აი, ამას ვერ წავისვამ, ესე იგი არა უშავს. როგორ ხართ ხალხო, დედამ ჩავამიტანა პალიტრები. ზოგი გამოყენებული აქ 1-2 ზოგი სულ ახალია და ასე შემდეგ. მაგრამ იცის რომ ძალიან მიყვარს ხო და მაინც უნდა გამომერთმია და ბარემა ჩუქა. ბარემ. ზოგი კი არ მინახავს. ვაიმე, ღმერთო, რანაირად გავხსენი. ესეც უკვე გამოყენებული აქვს. ის რანაირად ჩამეფშკნა ახლა. მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს ის რომ თავის სარკე აქვს, ანუ გიჟდების სარკე რო აქვს, გიჟდები ძალიან მომწონს. მაგრამ ეს ამომეყარა, თუმცა რა თქმა უნდა გადასარევად გამოვიყენებ, ოღონდ ამდენი რა თქმიდა ვერ გეტყვით. და სულ რომ ენანება, აი ეგ არის უბედურება. მაგრამ ვის ვაჩუქვა ხა მეორადი, ანუ უკვე გამოყენებული რა. ხო, აქაც ძალიან საჭირო ფერებია, რაც ასევე მიყვარს. ხო და აბა ეს ნახოთ ერთი როგორია. ვაიმე, დედამ წაიღო ჩემი სარკე, ეგო რაღაცა მომწონს, კაი სარკეა. აი, არ ვიცი, უსარკოდ ვერ ვცხოვრობ ჩვეულებრივად. ხა როგორ გინდა წაისვა უსარკოდ, აი ხა გიყურებთ და მოდი ცოტა დავიტანოთ. ხა კი არაფერი მეტყობა ეს წავისვი, მაგრამ გარეთ რო გავალ, რა თქმა უნდა შემეტყობა. დიდად გადადღარჯოს მეც არ ვაპირებ ისეთ ხასიათზე ვარ, არ მკითხოთ, ანუ ჩემი ხასიათი უბრალოდ არ იკითხოთ, სახეზე მაწერია ყველაფერი. ძალიან ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ოდნავ დავიტან ხოლმე, ოღონდ დღეს არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, ამის გამოყენებას. ჩემი ტურცსაცხი კვასკვასა და ლამაზი დავკარგე სამწუხაროდ უკვალოთ, უგზოუკლოთ, ისე რომ ვერც კი მივაგენი. მომიწევს თავიდან ყიდვა, არ ვიცი სამსახურში ამომვარდა, გზაში ამომვარდა, ჩემ შვილმა მომიგდო სადმე და გადამიგდო თუ რა ქნა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ უგზოუკლოდ არის გამქრალი. და ზოგადად ჩემი კოსმეტიკის რაღაცები არის გამქრალი, რაც მიჩენს ეჭვს, რომ ჩემმა შვილმა მიანაგავა სადღაც. სპონჟი მინდა და საწაიღო ამბოშმა, არ ვიცი, ხელში ეჭირა. ძალიან არის ჩემი სახლი მირეული, იმიტომ რომ ფანჯრები ისინი რომ გავხეხე ყველაფერი, რაღაცები გადავალაგე, გადმოვალაგე, ხო და წვიმის მინდა განათება დავაყენო გარე და ჯერ ვერ გავიგე როგორ ქნა და თითქოს ეხა ხასიათზე ვერც ვარ. არასწორად ვისვამ, ზუსტად ვიცი და იგივეს მეტყვით თქვენს. მაგრამ ახლა როგორ გითხრათ, რომ ამის წასმის ხასიათზე ვარ, ვერ. გასვლას ვაპირებ, რომ ხასიათზე მოვი. რაღაც მინდა, რა მინდა. უი, ისე და გოგოებო გუშიო გაჩვენეთ ვაიკიკში რომ ვნახე, ვიყიდე. იმიტომ რომ სულ რაღაც 1-2 კილოგრამია საჭირო იმისათვის, რომ ესე და კარგად მქონდეს. ახლაც არ მაქვს ცუდად, უბრალოდ ოდნავ მევიწროება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მეტი აღარ ქონდათ მარაგში და ეს არისო, რაც არისო,
ამიტომ არ გავუშვი ეგ ზედა ხელიდან. ცოტა გრძელია, ჩემთვის ამ ყველაფერი გრძელი მაქვს. იმიტომ კი არა, რომ გრძელია თვითონ რამე, მე ვარ მოკლე. შესაბამისად, ნუ რას ვიზამთ? გრძლად მაქვს. ჩავიკეცავ, არ არის პრობლემა. ან გადავჭრი, არც ეგ არ არის პრობლემა, ხო, რაღაცას ვიზავ. ყოველ შემთხვევაში ძალიან მომეწონა, მე ძალიან მიყვარს ეს მაქვანებით და რაღაცები ზედები. სადა ზედები კი ხედავთ ძირთად სადა გამოვიყურები და მაინც და მაინც ვერ ვანიჭებ უპირატესობას ყვავილებს, ფუშფუშებს და ბუჩქებს და ბუჩქებს და რა ვიცი მე კუნძებს. უფრო ისეთ სამოსი მირჩევნია, ასე ვთქვათ. ხო და ვიყიდე მოკლედ, მაინც ვიყიდე. უბრალოდ დედა მიყიდა. ხო. ჩემს აკუნა მიყიდა ეგზედა რომ მომეწონა წამოიღეო და შაი წამოიყავით ხარი მიტმანიტო და ხო. მოკლედ ეგ ვიყიდე. ნახალოკაში მივდივარ, მაგრამ მაინც ანუ სავარაუდო ტრანსპორტით წავალ, ან არ ვიცი შეება არც და ფეხით გავისე, ნუ არ ვიცი რა. გადავწყვიტე რომ არიკო დავტოვო დედა ჩემთან და გავიდე. არაფერი არ ხდება ღვთისწყალობით, ყველაფერი კარგად მაქვს ხალხო, ანუ ზოგად რაღაცებზე გეუბნებით. უბრალოდ ჩემმა თავის მირტყმამ, ვინც არიცით და წინა ვიდეოში გაჩვენეთ, სადაც მივარტყი. ჯერჯერობით დამიტოვა ძლიერი ტკივილები, აქაც და გუშინ ისეთი ტკივილი მქონდა, უბრალოდ ვეღარაფერი მიყუჩებდა და აი არ ვიცი რა მჭირდა. აი ეს ზონა და დაბლაწელი ზონა და ასევე ფეხიც. იქნა გამომდინარე, რომ ძლიერი დარტყმა იყო, ალბათ არ ვიცი დამეჭიმა თუ რა მოხდა, არ ვიცი. და გამოიწვია საშინელი ტკივილი, ჯერჯერობით ტკივილებს ვებრძვი დღესაც და ვნახოთ როგორ ვიქნები ხვალ. და იმის მიხედვით რაღაცას მოვიფიქრებ, რაღაცას გადავწყვეტ, ეხლა ეგრე დღეს და ხვალ ესე არ გაგივლისო ტკივილი ყველა მეუბნება. ხო და რავი, არ ვიცი, ჩემი უსაყვარლესი სათვალე, რომელიც 24/7-ზე მეკეთა სამსახურში დამრჩა ხალხო, ჩემ ჭკუაზე არ ვარ. ხა მე ბრუდის გავალ გეხვეწებით. ვირხეზიაო. აი ესე როგორ მომწონს თმა, ეხა ხო თითქოს კარგად მაქვს ხალხო, აი ეს მიყვარს ეს აბურჯული, ეს ხა ეს გასწორებული არ არის ჩემ ბუნებრივი თმა. მაგრამ ესე ვერ გავდიო არ გარეთ, იმიტომ რომ ფორმას კარგავს, ანუ ესეთი აღარ არის მერე რა. ესეთი კარგად ის რა ქვია. ხო და ესეთი ამბები გოგოებო, საშინელი ტკივილები დამიტოვა, ამიტომ ვერ გრძნობ თავს კარგად. გადაბრუნება მიჭირს, გადმობრუნება მიჭირს, თავის დადება სწორად მიჭირს, გვერდულად მიჭირს, ყველანაირი იმით მიჭირს და ჩემი ემოციები ცად არის, ვეღარ გავიგე. ხო და გუშინების ფონზე ავიტეხე რომ ტოლმა უნდა გავაკეთოთ, ხო, ოღონდ გავყინე გოგოებო. ახალი წლისთვის რომ ახალ წელს კიდე მაღაზი არ ვიწვალო, გეხვეწებით რა. ეგრევე შევყინე. ხო და გუშინ მომიშალა ნერვები იმან რა ქვია, ხურცის გაცმა მოიცეთ მოვა. არ ვიცი გითხარით, არ გითხარით, მაგრამ მოიცეთ, მე მგონი მოგიყევით, არ ვიცი. რა ვიცი, რომ მოგიყევით. იცოდეთ, რომ 1000 ლარის საქონელი და ის მინდოდა ხორი. ცაცალკე გამიტარეთ მეთქი. არ მინდოდა ერთად ჩაიყარათ რა, იმიტომ რომ ცოტა საქონელი მინდოდა მე ჩემთვის შემენახა და ერთად არ მინდა თქო და მე რა გამოგივათ და ცოტა გამოგივათ და ეს რა გამოგივათ, ანუ კაცო ვინ გკითხავს, ხო ვერ მეტყვი. ვინ გკითხავს შვილო? ანუ გეონები ამდენი ის რა მაგ. ამდენი მომეცი. ცოტა გამომივა, თუ ბევრი გამომივა, არ გაქვს არანაირი უფლება, რომ იმას მიქნა, ხო, ეხა რომ არ მომყიდო კი არა და მომყიდა, მაგრამ ეზარებოდა, ხვდებით? უფრო მეტი უნდოდა, რომ გაეყიდა ვაჟ ბატონს, ხო და ანუ რა უფლება გაქვთ ხალხო? მე ეგეთი არაფერი გამიდი. დედაჩემი არის შუქში. სულო დედაჩემა, რომ 1 ევროს ხორცი შეიძინა ღიმილით, ბედნიერებით და მადლობებით გამოგიშვებენო. ეს რა ხდება აქო? შოკირებული ვარ. რა ხდება? მეთქი დედა, ჯერ სადახარ. ვაიმე დედა მიშველეთ, აი ამ ზონაში მტკივა გოგოებო, ნახეთ,
როგორ შემითხელდათ. ეს ახლა ის კი არა მაქვს, უბრალოდ ძალიან აბაქად არ ყოფილი და ეგრე გაჩვენებთ, თორე ესე არ მაქვს გაცვენილი. ხო და აი მაგ ზონაში მტკივა მოკლედ და აი ეს მონაკვეთი მაქვს ისეთი დაჭიმული, უბრალოდ ძლივს ვატრიალებდი თავს გუშინ. ეხლა დედა წასულია და მამა ველოდები მოვლენ, ყავას დავლევთ და მარიკოს დავუტოვებ და წავალ. ეხლა ჩემს დიდ ბებოსთან, კი არა, ჩემს ბებოსთან, მის დიდ ბებოსთან არის დატოვებული. მაღლა სართულზე არის, მეთქი მე დაბლა ჩავა საქმე მაქვს თქო. ცოტა მოწესრიგდე თქო ვიფიქრე და იმას ვისავ მეთქი რა ქვია. ადიო ჩემი შვილიზე კარგად არის ჩემთანო. ნერვები მეშლება ჩემ ტურსაცხი დავკარგე, ანუ ჩემი უსაყვარლესი ტურსაცხი. ძალიან ღიზიანდები ეგეთ რაღაცებს. ძალიან სად უნდა წასულიყო, ეხა ხო არ ვიცით. კაი, ჩემი ქმრის სათვალე ხომ არ დავიბნიო შემთხვევით. ond გასაწმენდია და უნდა გავწმიდო კარგად, იმედი რა გაფლაშულია და მე იტყო შენ მიფუჭებ სათვალეებსო. რაღაც არ მომწონს, გადაფლაშულია ძალიან. და მეორე ჯობი. დანარჩენი საწაიღო და მიმალა? ვაიმე, შველეთ. შენ მიფუჭებო. დედას გეფიცებით არ ვიკეთებო, ხონდ. დედა ესეც რა გაწელილია. ვაიმე, აი უნდა ვანახო ჩემი კუსკუსა სათვალეები და მაგისი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ხო, არ ვიცი. რა არ იცი რომ ჩავიცვა, მერე ნახავდათ მას რო გავიკეთე, მერე ვნახავ, ეხლა რაღაცა ვერც ერთი ვერ გავიგე. მაგრამ ის კარგია, მეკეთა ხოლმე ადრე და მგონი მე გავუწელე. ესე მოწესრიგდით. ხო არ გავისწოროთ, მაგრამ ხო ასე რაღაცა არაადეკვატურად ხო არ წავალ თუ აქეთ გადმოვყოთ. მე რაღაც აქეთ ვერ გავიგე, აქეთ ჯობია. ხო მე რა ვიციოთ. ეხლა გასწორებას აღარ ვაპირებ. არანაირად უკვე მიიღო ფორმა ისე რომ ამის გასწორება უკვე აღარ ღირს გოგოებო. ჯერ ხო ისე ცუდად ვიყავით, ძლივს გადავიღე, ვაიმე ძლივს ვიკეთებ აქ თმას. ძლივს გადავიღე ბარტერი გუშინ. ტუჩსაცხის. კიდე რაღაცის. რასაც ხა ვერ გაჩვენებთ. ვეღარ უბრალოდ მოგიყვებით რატო ვეღარ. ხო და ეს არის რა ქვია. ამას ვეღარ ვიკეთებ, მარიამა ამიბურდა და გასასწორებელი მაგარი. რა მოხდა, ეხა გეტყვით. დადონას ბლოგზე გვიანდავდე ვიდეო, სადაც რაც რეკლამას ვაკეთებ. შემომიხტნენ და შემომაფრინდნენ ზეთ გარკვეული ადამიანები, თავისი წყელვაკრულებით, რამე რეკლამება და გადიქალო და ნგრევა ქვეყანათი. რა დროს ეგ არის, რა დროს ის არის, რაც რა თქმა უნდა, ხა ამ ადამიანებმა წაიკითხეს ბუნებრივია. მონიშნული გვერდი მქონდა და ასე შემდეგ. არის ბარტერი ხალხო გამოწერებზე მუშაობენ, ისედაც არ ყავთ ესე დიდი აუდიტორია. ხო ხდებით რა, როგორც ხდება ხოლმე ახალი დაწყებული რო არის რაღაც და ძალიან რთულია მათთვის რაღაცები და მით უფრო ახლა ნეგატივი ძალიან შეწუხდნენ ამით. დაახლოებით იქნებოდა 7-8 კომენტარი ესეთი ძალიან აგრესიული და ისეთი. და მთხოვეს რომ დროებით წამეშალა ვიდეო. იმიტომ რომ ახალი დაწყებული აქვთ და არ უნდათ მათი გვერდი დარეპორტებულიყო, ან ასე შემდეგ და რა თქმა უნდა მათი მესმის სხვა დროს რომ ყოფილიყო ეს სხვა დრო და უბრალოდ ვიღაცებს არ მოვწონებოდით და ამის გამო დაეწერათ, რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წამაშლევინებდა და ვერავის ვერ გავითვალისწინებდით ჩემ ნაშრომ ვიდეოს წაშლას. მაგრამ ეს ახლა არის სხვა ვითარება, სხვა რაღაცები ხდება, შესაბამისად შევედი მათ მდგომარეობაში და წავშალე მოკეთ ეს ვიდეო. ძალიან ვარ საზოგადოების რაღაც ნაწილზე, ალბათ ნაწყენი, არ ვიცი. არც ვიცი ვარ, აი არც ვიცი ვარ ნაწყენი.
არ ვიცი, ანუ ძალიან ისე გრძნობ თავს, რომ ცოტა ვერ ვიგებ რაღაცებს, არ ვიცი ვარ თუ არა საერთოდ ნაწყენი. გონია რომ ვერ ახართ კარგად. აი ესეთი ადამიანები რა, რომ რა დროს რეკლამა თუ რაღაცა შვილო არ მუშაო, ვინ გარჩენთ ხალხო, აი ვინმე ამიხსენით რა, ვინ გარჩენთ? აი ეს ხალხი ვინც გაიფიცეთ, გახართ ქუჩაში, ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ და მილიარდჯერ მაქვს ეს თემა გადაღეჭილი და აღარ შევეხები, მაგრამ ვინ გარჩენთ? ვიღაც ხო ყავთ კაცო უკან. ეხლა არ მითხართ რომ შივრების ხეთხად გეხვეწები რა, მაგას მე ვერ დავიჭერებ. ხო? აი მითხარით. არ ვიცი რადგან ვიღაცაზე მეტი გამომწერი მყავს აი პირობითად დედა ჩემზე მეტი, ვიღაცაზე მეტი, პეტრეზე მეტი, პავლეზე მეტი და 24000 გამომწერზე მეტი მყავს, მე ყველაფერზე უნდა მქონდეს ისეთი ის რომ არა ეს არ უნდა გადავიღო, არა ის არ უნდა დავდო, არა ამის რეკლამას ვერ გადავიღებ, არა ამას ვერ გავიკეთებ, არა საჩუქარს ვერ მივიღებ, ანუ რა არის ეს რა არის? ჩვენ თუ ამას ვეძახით ხალხო ევროპაში, ეს არ არის ევროპაში, ვართ ნეხში თავიდან ფეხებამდე. როგორ აძლევთ თავს იმის უფლებას, მე კომენტარებში მლანძღოთ ამის გამო. ან ნებისმიერი სხვა გადავხედე TikTok-ს და საერთოდ დაცენტრილი ვარ, ანუ TikTok-ზე რა ხდება ხალხო, ვინც შედით, რა დღეში აკდებენ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცა ვიდეო გადავიღებ და აი ბოდიში ხა მე ვიდეოს ვდები ხა კი გამომლანძღავთ, მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ანუ ასე დავიწყო, არ მაინტერესებს ახლა უკაცრავად რა. ერთხელ ავხსენი ვთქვი და დავასრულე ხა ამაზე, ნამდვილად აღარ ვაპირებ ბევრ საუბარს, ხო? ღარამდე შეება ამაზე ისაუბრო, მაგრამ რატო არ დაიღალეთ? ვიღაცა დაჯგუფება ხართ, ვინც დაძდევთ ადამიანებს, ვინც ვიდეოს დადებს სადმე, ანუ რაღაცა დაჯგუფება ხართ. რა თქმა უნდა, ეს ყოველას ხო ვერ შეეხება, ხო რაღაცა ჯგუფი ხართ რა, აი რაღაცა ტროლს რო ეძახიან ბოts თუ ჩექმას თუ რავი, ვიღაცაებ გაურკვეველი ხალხი რა. ხო და რატო? რა გინდათ? ანუ რა გინდათ? აი ამ ხალხს ვინც დაძდევთ ვიღაცებს რა გინდათ? რა? ანუ რო არ დავდო ვიდეო რა? ესე იგი უფრო მიყვარს საქართველოს და აი რა ლოგიკებით ხელმძღვანელობთ, მე მაინც ვერ გავიგე. ეხლა ვითომე ამ content creator-ებმა დაიწყეს ვიდეოს დადება, ოღონდ კი არ საუბრობენ, უბრალოდ საქმეს აკეთებენ და მარტო ხმები ისმის, რომ საზოგადოებამ არ ჩაქოლოთ, რომ ეს არის, რა ქვია, რა დროს ეხლა ის არის ხმოვანი ვიდეოები, თუ აი მაინც ხვდებ შვილო. ანუ რა, აი ვერ გავიგე რა არის ეს, რა სადავართ. მე ვერ გავიგე, არ ვიცი. არც მინდა გავიგო, იმიტომ რომ ჩემთვის გაუგებარია და რაც არის ძალიან გაუგებარი, მე იმას ვეღარ გავიგებ. 500 კაცმაც რო ამიხსნას ვერ გავიგებ და ძალიან სამწუხაროა რა, რომ ამ მდგომარეობაში ვართ ის ადამიანები, ვინც ვართ. ძალიან ცუდია ხა, თორე დედაჩემს კი არავინ დაუწერს მაგას და მამიდაშვილს და ბიძაშვილს მაგა პირობითად გეუბნებით. მამიდაშვილის სულ ამყავს, ზოგადად ვიძახი. მაგრამ არ არის სწორი ხალხო რა, არ არის სწორი. მორჩა. თქვენ მე ვერ მაიძულებთ ჩემი პროტესტის გამოხატვის ფორმების შევცვალო. ვერ მაიძულებს ვერავინ ამას. უბრალოდ არ არის სასიამოვნო ზღვარგადასული რაღაცეები და რა ვიცი, სამწუხაროა ძალიან, რომ კიდევ მაშინ მოდი ახლა გაიფიცოს რა ყველა. რო დაძდევთ ამ ვიღაცა ვიდეო დადო, იმას კი ნუ დაძდევთ. მოსთხოვეთ, ჯერა უფლება გაქვთ, მაგრამ აი დაჯგუფება რო ხართ ვიღაცა გაურკვევლები. მოსთხოვეთ მაშინ საერთოდ ადამიანებს, რომ საქართველოს გაჩერდეს, არავინ იმუშაოს. ანუ რა ხდება? ვინმეს აიძულებთ ამ ყველაფერს ვერ დაიხოცებით შიმშილით, ჩვეულებრივად. დავიხოცებით შიმშილით. ასე რომ მე არ ვიცი. ვფიქრობ, ცოტა პაუზა ხო არ ავიღო, იმიტომ ტუნიკა დამეწუ უკვე. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, მე რამდენ კომენტარს ვშლი დოდონას ბლოგზე და TikTok-ზე. ვერაფერი დამიდია ხალხო, ამის ხახა ამომაძრონ. ძალიან ბნელა. სამწუხაროა, რომ ძალიან ბნელა და ის ადამიანები მე აქციაზე ვდგავართ შენ მაგარი ბნელი ხარ. ვინც შენ მე მისაზღვრავ, როგორი ქართველი ვარ, იმიტომ რომ შენ იქ დგახარ და მე არა და ამით მისაზღვრავ ჩემს ქართველობას, ჩემს პატრიოტიზმს, ჩემს ამას, იმას, შენ ხარ ბნელი ჩემთვის. იმიტომ რომ არანაკლები ქართველი ვარ ვინმეზე, არანაკლებ მტკივა საქართველო
და ყველა მიცის ჩემი პოზიცია, რომ ეს ყველაფერი მე არ მინდა. რა რეალობაშიც ვარ. ელემენტარული, ჩემი ყველა უმრავლესობა ოჯახის წევრი არის ემიგრაციაში და ვერ ჩამოდიან, იმიტომ რომ არაფერი ხდება ქვეყანაში. ანუ ეს რას ნიშნავს? დაგიღეჭო, ისე ვერ იგებ, ჭნში ვერ შეგდის? ან სხვა პოზიცია რომ მქონდა, შენ რა უფლება გაქვს ადამიანო მლანძღო? ეს არ ვიცი, რა მოდი მოდას ნუაყვებით რა ზოგიერთები ძალიან გთხოვთ. რა პოზიციაც არ უნდა ქონდეს ადამიანს, ნუ აყვებით მოდას. იმიტომ რომ რაღაცების უფლება არ გაქვთ. რაღაცებს არ ბევრი რაღაცის. მაგალითად იმის, რომ 10 კაცმა იმიტომ უნდა გამომლანძღოთ, რომ მე რაღაცის რეკლამა დავდე. მაგალითად ამის უფლება არ გაქვთ. მზად ვარ თავდადებისათვის. განათება ჩავრთე, რატო გაწვალეთი ბნელ კადრებში ვერ გეტყვით ბოდიში. ჩავრთე. დედა აგვიანებს. ხო, კერძ უცხელებ ხარ რომ მოვლენ მიირთვან და მე და თქვენ წავიდეთ ჩესმელების მაღაზიაში სახელი არ ვიცი. ვაგზალზეა. ტრასაზე უფრო სწორად დადიანის გაყოლებაზე და ვნახოთ თუ შეიძლება საერთოდ გადაღება. ძირთად არის ხოლმე რომ დაბალი ფასია მაგ მაღაზიაში, მაგრამ ზომების პრობლემა აქვს ხოლმე. მე ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ ზომებს ვეძებდი, როგორც ვიყავი იმ წონაზე, მაგრამ ახლაც არ ვარ ძალიან პატარა წონა და არ ვიცი თუ ვიშოვი რამის, მაგრამ გავიარო, ჩემ არც არაფერი ვიყიდო, მაგრამ მინდა რომ განწყობა უკეთესი მქონდეს. აბა ჩაიხედე ბაბო. ნახე რა მე რა დაინახე. ვერა, არაფერი. ჩაიხედე დე? არაფერი არ არის დედა? შეშინდა. არ ვიცი. კარგად ეჭვიანურად ილაპარაკა. როგორ არის? ხალეთის ლაპარაკის შემდეგ იგი წავიდა. ხლა დილიდან ამეზობელი მომივარდა რომ აბაო ქუდოდიო შენგანა ნაწყენი ვარ. დედა კალო მეთქი. ახლა მე რო დავიბადე, მაშინაც ვიყავი ტრენდიული ქალი. ხო და მაშინა ხო თავის ქმარმა რო დამხედა თურმე. ასე დედასა რო ვეკავი, უთქვამს რომ ღმერთო ღვთის საჩუქარი ყველას მიეციო, ასეთიო ცოლიო, ბრძალიო, რა ვიცი, ყველაფერი და მეთქი ახლა ეკა გაინკუნდა ენკიანა ხო მერთო მეთქი ოჯახი არ დავუნგრიო ქალო ხო. რა ხდება ციალ მეუთხარი. აბაო, ისო რა მაკადრო Facebook-ზე არ დაგიმატო. შენა მიმატებდი Facebook-ი გაკ. ჭკუდი არ გადამიყვანო ქალო, Facebook-ი წაკაკალო მეუთხარი. ხო ის არისო, რატო არ დავიმატე? შეიყავი ქალო მეუთხარი, ანჯელინა ჯოლის საფოტოში რომ მიმატებდი. გაგისკდა თავი კალო მეუთხე რა სერიოზული ხდება. ხალხო, ახლა მე ვარ ტრენდი. დგავარ, ქალი ვარ, ნარიადი ვარ, თბილისელი ვარ და ყველაფერი კარგი ჩემში შეჩაბუდებული ვარ. ხალხო, თქვენი ფოტოები ვერ გავიგე. ღვთისასაჩუქარი ვარ აგიტეხე. თუ საჩუქარი ხარ, ერთი ფოტო რა გაგიხდა გაფიცებამდე, თუ დადკი, გადაიყო და დააგდო Facebook-ზე. ახლა შეში დაგეს. ვიფიქრებთ კი ანჯელინა ჯოლი მიმატებს ახლა ისე რომ კონკრეტულად დავიბატოს, მაგრამ იქ რო იდე და ჭისა წავუყია მეთი ახლა მაგისა თავი მაქვს ხარ დაიწყოს მე რაღაცა ეჭვიანობები, მაინც ან ქალის ბუნება მოგეხსენება. შეიყავი ქალბეთ. რა იყო რა გაგიხდა? რა ვინ ახლა ვინ ჩემი ბაცი ბუბუ ახლა გაფიცებ მამდაშვის ანჯელინას ჯოლი. ვინ არის? ახლა როგორ არ არის, მაგრამ ისე რომ თქვა ვინ არის? ხო, ჩემი ვინ არის? ჩემი სისხლია, ხორცია, მეზობელია, ნათესავია, გძეტა თბილისელია თუ ვინ არის? ხო, მე ვთხარი. ყველამ გადაკეტე თქვენი მოსაზრებები მე ვთხარი. ახლა ხალხო სწორად აკეთეთ. მე ვარ გათხოვილი ქალი. ხო, გამიბაქლა გავთხოვდი. გასაახლებელი რა მჭირდა, მაგრამ ისე რომ თქვა, ხო. ბრედი პიტი რომ იმატებდეს, ხო? ან სიცილი არ დავიმატებ. ვინ არის? ორფეხა კაცი, ვინ არის?
გათხოვილ ქალს აეხლა სწორად გამიგეთ არ შემეფერება კაცების Facebook-ზე დამატება არ ვიცი ხუთიდან ვარ გადასული მე ვიხარი იმ დღეს ვიმატებ და რა ქვია გოგოს რო გაჩეჩილი დადი არა ახლა შეუჭრია ისა რა ქვია პინკი მივთხარი ახლა მივთხარი მე ის ჰოლივუდის შეკრება არა მაქვს აქ და სრაზუ ბლოკი დავაკე ხო არავის არ ვიმატებ მე ვისაც არ ვიცნობ ახლა რო დავემატებინე დაუშვათა იმასა ნიკოლას კიდმას კიდე ხა და დავიმატებდი ანა რო დამიმატოს ლელა წუნიამ რო დამიმატოს სოთოსი ხარულიძესაც არა სრაზუ ბლოკს ვაჯახებ ის არ ვახო იცი ჩამირიცხეთ ფული ლარი ჩამირიცხეთ კოკაკოლის რატო და ჩაგირიცხო რატო რის საფუძველზე და ჩაგირიცხო ჩემ ამჯატარის ანუ ყველა ბათხოვარი რა თახა ჩაყნილი სოციალურში ჰა ჩამირიცხე აი კლასი თქვენა მაგრამ რა ვიცი მე რო ვკითხოთ მთავრობაბა ისე რო თქვა ჯარიმები უნდა დააწესო მაგდებილობაზე მაგრამ რა ვიცი მე მთავრობა არა ვარ გადავრეკებ არა ის არის რა ვიცი დღის წესრიგში არ არის ეგ საკითხი მე ისებია მაგათი ატანა არა მაქვს და რა ვიცი ის უფრო ლამაზია და ის ფოტოები რო გამოგიგიზავ კალო მე მევთხარი სილამაზისა კონკურსი კი არა მაქვს ანაკაცი კი არა ვარ მე ვუთხარი რომ შენი თვალებისთვისა დაგიმატო მე ვუთხარი ხო სრაზუ ხსხებ მე ვუთხარი ბლოგსა დაგიდა ხო მე ვუთხარი სხვისი ფოტო გამოიჩხდო აი კლასი ხო შეიძლება დაუშვათა ვინმე გჯეტა მოუდეს და ჩემი ფოტო აჭურდოს ხო მე თუ მაღალო ჯვარი მწერი კალო მე ვუთხარი წერა შენ არის როგორად აწერო ახლა რას დავაჭე მირეკა 24 შვიდზე მე ვუთხარი მე მეტი ნერვები აღარ მაქვს მომისვინე მე ვუთხარი გვერდიდან არა ხო ძიღილაკი სრაზუ გვერდიდან გაჩიშვა ტელეფონს მირეკი მე ვუთხარი შენ ეს დაიშვირებ მეც გავიცი ორთხარ გამოჩილილა ალბათ გაიჩიშა ტელეფონი აი დამეჭე მე ვუთხარი მე ახლა მე ვუთხარი ანჯელინა ჯოლი რომ იმატებ და ხო დაუშვათა მე ვუთხარი ფეკი ხო იცით რა არის ისა გვერდები რომნები იცანი ინტყუებია ფეკი რა ქვია გოგო ფეიკი არა და ერთი და იგივე არა ვიცი გამგაყო ხო მე ვუთხარი მე რამდენი ანჯელინა ჯოლმა რომ დამიმატოს ხო შეიძლება ჩემში სიამაყემ გაიხვიწოს მე ვუთხარი და სრაზუ დავცხო ბლოკი არა დაგადული აი ანჯელინა ჯოლი რა ვიცი აი ტრენდია ქალია და ჩემზე გამხდარია ჩვენში დაჩეს მე ვიფიქრე ჩემზე ლამაზები რატომ უნდა იყოს ჩემი მეგობრები ხა ჩემზე ლამაზი არ არის მაგრამ ჩემზე მაღალია და ჩემზე ტრენდია გამხდარია და ჰოლივუდში ცხოვრობს და ბოლო ქალია არა მეც ქალი ვარ მაგრამ შეკუსი ხესა მიბატებ და ისა მოიცა გავიხსენო შიზე უგულო შეყვარებული მოიცა გავიხსენო სულსულა რაიო მე ვდღარი აგართან რა ხო შემოთრეული არ ვიცი საიდან მოიხეტები ხალხო კაკას ვაჩემ რას ვიზავთ ასეთი სუფრის ცხოვრება გერაცვალე ტექნიკაზე კერება გადადებული შრომობ ხალხო აბა დამაცქეს მე თუ ყადაშიც რა ლამაზი ვარ აბა დამაცქეთ სოფელსა ვუხდები ქალაქსა ვუხდები საფრანგეთსა ვუხდები ხო ყანაჭალასა ვუხდები დედოფლის წყაროსაც ვუხდები ხალხო ასად არა ვარ დაკუბარა ყველაფერს უგურ ვუხდები არ ვიცი არ ჩამაფრიდეთ ახლა თვალის გუგებში აიცი ხვდები თუ არ ვხვდები ვუხდები ყველაფერს ვუხდები აჰა მე თუ ყველას მეცი ჩემი არის ცოლი რძალი დიშვილი ბიძაშვილი მამიდაშვილი ბიძაშვილი და ყველა დროებით ხარ ახლა ერთი 27 წუთი დახევარი აქვს და გავარდო ფიქრობ თქვენ ხო იცით მე ყველასთან მიყვარს ფიქრი აჰა ახლა მეზუბელმა დაბიძახა რომ ეს არის დოდიო ხა მე თქვენ მოგეხსენებათ რომ უბნის თვალი ვარ და უბნის ნარიადული ქალი ვარ და გავარ და ქალი ვარ ხო და ის არის მისი ქორწილიაო ჩემი მამიდაშვილის შვილიშვილის მამიდაშვილის ვიღაცა გადაცვლილი ნათესავის ძმისშვილი არ ვიცი ვისია მაგრამ რო იცოდეთ ეგრეა ზერავნოა მაგრამ რო იცოდეთ ხო და ახლაო ჩემი უბნიდანაო და ჩემი ოჯახიდაო შენზე ტრენდიული ვინ უნდა წავიყვანო და აბა დავესიე და მივაყარე თვალის გუგები და რას ტრენდიული იყო ვიყიდე და ჩავისმალე ხალხო ახლა არ ვიცი ჭკუი და გადასვლას მიკლია ჰა 7 წუთი მეტი არა შეიძლება მეტი არ ვიცი მაგრამ ისე რომ თქვა 7 გეიდაცვალე დუდუნა ეკლესიაში ხო ხუჭის დავკარგე ქონება და ბაბაო მომაბრუნა იდეჯერ გაწყვიტა ბაბაო პროპოლოს არ ვიცი დაიწერე ჯვარი არ დაიწერე შეფის შერავდო მაგრამ არ ვიცი ახლა
არცა ბიჭს ვწდობდი, არცა გოგოსა, მაგრამ ვინ იყო ბიჭი, ვინ იყო გოგო, ვერ გავიგე. პატარცანი ყველას მე ვეკონა. ისე რომ თქვა, გავარ და ნარიადი მაგ. მეუთხარი რომელია სიძე. სიძე. ვისი მხრიდან ვიყავი არ ვიცოდი, მაგრამ რა ვიცი, ახლა ვეძებდი კაცს. ხალხო. ერთი გამაგებინეთ. ეს 7 ჯოხით კაცები რატო დაძდევთ პატარა გოგოებს? არ ვიცი. გამკვირვებია თქვენი. მიუთხარი ახლა გადავუშურჩულე იმას. მეზობელს. ჩემსაც კიდე რეტრენიული ხალი ყავს, ახლა ჩემს მერე, მაგრამ ეგეცა. ქალო მიუთხარი. ისა გოდი საიქიო დააყვირის თანახმოვარ სული მოვიყვარო მეუთხარი. იყო რა ჯოხით. რაღაცაო თანა თიაქარი ქოდია, თანა ვერ ქოდია, რაღაცა გულის პრობლემები ქოდია. თანა არ ვიცი. ფაქტობრივად იმით იყო რა ქვია, საავადმყოფოს კალიასკი მოყვანილი. საერთოდ ქალო. მეუთხარი. ეს დღეს უნდა. თურმე ქალ ფული. და ესია ეს უნახავი გოგო ვიღაცა. კაცები იქ ამბობდნენ რომ აბაო ისეთი რძალი მოიყვანეს რომ არ ვიციო. მზესე უნდა შეჩადი მიამოვალო. ხალხო. ამ გოგოს არ შეხედე რომ მომასულიერეს. მზე თუ ჩავიდა დაღუპულები და ცხოვრებაში არასოდეს არ ამოვა. ისეთი გოგო იყო რა ვიცი სადანახა, მაგრამ ვითობა რა ვიცი. ხმა სადღაც არ არის ჩემი საქმე. ხო და მე რას ამას და დაუტოვოს მილიონები ახლა ცოტა დავიპუხმე. არაგანამე ვიდოდა ხა ვიღაცის მილიონები, მაგრამ გიდაცვალა დეიდა მეუთხარი. ამ გოგოსა მივეჭერი იქა, ვერ მოვიწმინე, კიდევ უნდა გადავედი. მეუთხარი გაფიცე ბაბიტაშვილებს. ორ დღეში, დღე ნახევარი იცოცხლო სამადო ბედი, მიშაცხელი ამას არა აქვს. რა ვიცი, არა ჩანს მეუთხარი. მერე რა ხდება? უნდა დაკვრალდე შეყო, კარგი ლოგიკურად ეგრეა მეუთხარი. რაში გჭირდება მეუთხარი ეს 7 დღის ყდარი რა გიდა ახალგაზრდა გოგო ხარ მიყვარს ერასა მოგაგლეჭა მეუთხარი ჩაგივარდები ხახაში და მე ნახო როგორ ახრტია მეუთხარი რა ყავს ქალ მე ავერ დავით ახლა ეკლესიიდან წამომეყვანა ფულზე გაგიჟებული ფულზე ხალხო მოიყვანე თქვენი ტოლი და სწორი იმას ახლა შედახლებოდა პატარა გოგოს ტაცახელი და ის არის მოარბენინა ამასაც რა ედახლებოდა ფული უნდა არ ვიცი ფერიფერსა მე წამოდიო რესტორანში რა დეკალ მეუთხარი ახლა მორ არ მიდოდა ბეძიგძიგა მაგრამ მეთქი ახლა ქალო იქ რომ მივალ უმაშავია დარბაში თუ სადღაც კონტათ არ ვიცი მეთქი ახლა პატარცაში არავერიო ახლა საჩემინარიადობა და სადინბიში ყველაზე ჯვარი გწენია ხო და მეთქი უხერხუში გოგო არ ჩავაგდო ჭუიდან აღარ გადასული არ ვიცი შეერა მეუთხარი ხო ამ 5 დღის ყუდარსა კიდე დაიკლაში ვისთან ახარ რომ ქალბატონო შეისაქმერა მეუთხარი ვისთან ვარ მივდივარ უკვე დასვიდანია არ ვიცი ხო ამ ფულზე გაგიჟებული გოგოები არ ვიცი რა მინდა რომ დაცვო ხელი ხო დავკვიტო და გადავაგდო არ ვიცი ახლა ფულზე შიშიდაჩის უარს ვიდიტყო და მაგრამ რა ვიცი თუ მიაღწია სახლამდე რომ მე ჩაურიცხოს ცოლს არ ვიცი ვერ გეტყვი ჟიბე მოკუდა კიდეც ახლა მე ჩემი გავჭირებია რაღაცა რომ დაებართოს ქალო ახლა მე ფული მაგ დასადები არ ვიცი რა ამდენ პრობლემა გუთხი დაიჭრა ახლა ისე რომ თქვა რა მენაღვლება მაგრამ ჟერო თქვა რა ვერ მენაღვლება ხო ფული უნდა დავდო ხო არ ვიცი ახლა წავედი მე და ის არის გადასარეკი მაგ რომ ის არის ამბები მოყვე ქორწილის ქვას არ დავდო ისე დღეში ჩავაგდე ბაკად მაგრამ რა ვიცი სადაც ეს ხორ გავგიშდე